ეს გახლდათ თარგმნელთა კოლეგიათა წოდებული ძალიან საინტერესო და უნიკალური ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ თბილისში არსებობდა, მთელ საბჭოთა კავშირში მსგავს ვერაფერს ვერ ნახავდით. და სრული სახელწოდება მისი იყო მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგია, რასაც შემოკლებით მაშინ კოლეგიას ვეძახდით და ჩემს რომანში ქვია თარგმანის ცენტრი. იცით რატომ დაიწერა საერთოდ ეს წიგნი? იმიტომ რომ აი უმძიმესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ დიდებული ორგანიზაციის დაშლამ და გაუქმებამ, რაც მაშინვე განახორციელეს იმ დროს პოლიტიკურ არენაზე გამოსულმა ძალებმა, მწერალთა კავშირის მაშინდელ სამდივნოსთან ერთად. და ეს რას წარმოადგენდა ეს ორგანიზაცია? იცით, ეს იყო კიდევ გეუბნებით ერთადერთი მთელ თბილისში, ვერსად ვერ შექმნეს, წარმოადგენდა ფაქტურად ენების, კულტურების, სხვადასხვა ლიტერატურების ერთად ყოფნისა და თანამშრომლობის ადგილს. იმიტომ რომ აქ ხორციელდებოდა თარგმანის საშუალებით ძალიან დიდი კულტურული პოლიტიკა, აი კულტურის სტრატეგია შეიძლება ითქვას. რა ხდებოდა? ქართული ლიტერატურა ითარგმნებოდა ჯერ ბწკარედულად, რადგან უამრავი ენების მცოდნე იყო გაერთიანებული ამ ორგანიზაციაში და შემდეგ უკვე გადიოდა ევროპის ენებზე და ყველა უცხო ენაზე გადიოდა აკადემიურად მომზადებული ბწკარედით და შემდეგ უკვე იქაური უცხოელი მწერალი ამას თარგმნიდა. და ემას საფუძველი რომ ჩაეყარა, ეს მართლა საოცრება იყო, იცით, და ასევე შემოდიოდა ევროპიდან და უცხო ქვეყნებიდან, იქნებოდა საბჭოთა კავშირის ქვეყნები, რუსულიდან, აქედან, ევროპიდან, აღმოსავლეთიდან ლიტერატურა, რომელიც ითარგმნებოდა ძალიან მაღალი რანგის მთარგმნელების მიერ. მანდ იყო მთელი პლიადა გენიალური მთარგმნელების გაერთიანებული, ვახუშტი კოტეტიშვილი, ბაჩანა ბრეგვაძე, ზეზვა მედულაშვილი, გიორგი ბაქანიძე, ვინ შექმნა ნამდვილად დიდი მთარგმნელობითი სკოლა. და ამავე დროს უყურეთ რა ხდებოდა, მოწვეული იყვნენ უცხოელი სტაჟიორებად, ან მწერალი, ან პოეტი, ყველა ქვეყნიდან, აი შვედეთიდან, მაგალითად, ბულგარეთიდან, დასავლეთ გერმანიიდან, იქნებოდა თუ მოსკოვიდან, 3 წლით და შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა, უფასო ბინა, კარგი სტიპენდია, ოღონდ ქართული ესწავლათ. და ისინი სწავლობდნენ ქართულ შესანიშნავი ფილოლოგების დახმარებით და შემდეგ უკვე ჩაერთვებოდნენ ხოლმე თარგმანის პროცესში. აი ასე შენდებოდა ეს უზარმაზარი თარგმანის აკადემია, რომელიც რომ არ არსებულიყო, თუ შენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეტენზია გაქვს, ეს უნდა შექმნა. იმიტომ რომ ეს არის შენი მთავარი სათქმელი ფორმირდება სიტყვით, მაინც რაც არ უნდა ვთქვა, შენი მთავარი სათქმელი, შენი სულიერი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე მოსული, შენი ახალი დაგროვილი მონაპოვარი ლიტერატურული მთელი კავშირის ეს გაგაქვს და იქედან შემოგაქვს. ეს არის ფანჯრები გახსნილი. თარგმანი არის დიდი ფანჯარა სხვა სივრცეში. ამავდროულად არის ქართული შენარჩუნების რა თქმა უნდა ერთ-ერთი მძლავრი იარაღი. ასეთი რამ კომერციალიზაციის პერიოდში ეხლა რა და როგორ ითარგმნება კაცმა არ იცის და იქ ხდებოდა თარგმანის შემოწმება, აი შემოსულია თარგმანი, შეკვეთილია ეს თარგმანი, ან თვითონ თარგმნელს მოაქვს. იქ ხდებოდა თარგმანის შედარება ორიგინალთან. ეს არის ძალიან მძიმე სამუშაო. მე თვითონ რედაქტორი ვიყავი, მანდ მუშაობდი. ამას ვერავინ ვერ გააკეთებს თუ არ არის მოწოდებული ამისთვის და თუ ამას არ ავალებს მისი ორგანიზაცია. ანუ თარგმანის ცენტრი, აი წარმოიდგინეთ თარგმანის აკადემია. ამიტომ ეს ძალიან მცდარი თარგმანებისაგან დაზღვეული იყო. გარდა ამისა, შერჩევა ხდებოდა, ყველაფერი კი არა, ეხლა 1000 ბალასტია თანამედროვე მე-20 საუკუნის ლიტერატურაშიც, რა ვიცი, რო არ წაიკითხება და არ უნდა წაიკითხო. და მას კომერციული მიდგომა არ ქონდა, ქონდა წმინდად პროფესიული და სულიერი მიდგომა, რა ჭირდება ეხლა საზოგადოებას, რა შემოვიტანოთ, რა ჭირდებათ ბავშვებს, უფროსებს და
ასე შემდეგ. და ამ შერჩევებს თუ რა უნდა თარგმნილიყო, ძალიან მაღალი რანგის ლიტერატორები აკეთებდნენ. მაგალითად, ბუბა ყარალაშვილი, გერმანულენოვანი ლიტერატურა, პოეზია, პროზა იქნებოდა თუ სხვა. ჩართული იყო ყველა დიდი სპეციალისტი ევროპული ლიტერატურის და უცხოური ლიტერატურის მცოდნე. ზია ბაქრაძე, სელექცია არ მიმდინარეობდა. ნოდარ კაკაბაძე იქნებოდა თუ ვინც არა, ეს შერჩევით ხდებოდა. აი ეს ნაწარმოები მართლა დიდია, მართლა შედევრია, ეს უნდა ითარგმნოს. რა თქმა უნდა, სრულყოფილებისაგან შორს იყო, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი სამუშაო. ჯერ შექმნა ბწყარედული თარგმანის ბიბლიოთეკა მთელი თანამედროვე და ძველი ქართული ლიტერატურის. ამდენი მწერალი მოიზიდო, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ საბჭოთა კავშირში ხდებოდა. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სულის ჩამდგმელი ამ იდეის ავტორი და განმახორციელებელი იყო სრულიად უნიკალური და არაჩვეულებრივი ადამიანი, ნამდვილი კულტურტრეგერი და კულტურის სტრატეგიის შემოქმედი ოთარ ნოდია. ეს ასეთი პიროვნება მე არ მინახავს დღემდე, რომელსაც ასეთი დიაპაზონი ქონდა. შესაძლებლობის ადამიანი და სამწუხაროდ გამოიყენა თავისი კავშირები ცეკასთან, შევარდნაძესთან, რომელიც მაშინ ცეკას დივანი იყო და ბატონ შევარდნაძეს უყვარდა ასეთი არაორდინალური რაღაცების წახალისება საერთოდ. ჰქონდა ამის ამბიცია და არ უყვარდა ჩარევა ზედმეტი ხელოვნების სფეროში და რაღაც. აი როგორც მონანიებასთან დაკავშირებით იყო აშკარა მფარველობა მისი მხრიდან და ასე შემდეგ. ამას თვითონ მფარველობდა. თორე ვერაფერი ვერ შექმნიდა ასეთ ორგანიზაციას, ეს არ მოსწონდა არც მოსკოვს. მე არ ექვემდებარებოდა ასეთი დაუწერელი კანონი იყო, რომ თუ რუსულად არ იყო თარგმნილი და გამოცემული რომელიმე ევროპული ნაწარმოები ან სხვა რამე. შენ რესპუბლიკას არ ქონდა უფლება იმისი გამოცემის. მანამდე ადრე. ამასაც ხანდახან ვარღვევდით ჩვენ. იცით რა არის? მაშინდელი რეალობა დიდწილად გულისხმობდა სხვადასხვა სფეროში, ბუნებრივია და მათ შორის ლიტერატურაში ინფორმაციის მიღების მკვეთრად განსაზღვრულ ხაზს. მათ შორის შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ, რომ მთარგმნელობითი კოლეგია საზრდოობდა ძალიან პოპულარული რუსული გამოცემით, რომელსაც ქართულად უცხოური ლიტერატურა ერქვა. რომელიც პოპულარული იყო იმაზრით, რომ ახალი ავტორები იბეჭდებოდა. ქონდა თუ არა კოლეგიას ირიბი გზების, სიახლეების მოპოვების თუ მთლიანად აი მოსკოვის ინფორმაციას ეყრდნობოდა? არა, ჩვენ იცით ძალიან დიდ თანხას ვიხდიდით, რომ უცხოური ლიტერატურა ჩვენ თვითონ შეგვეძინა და სულ საქმე. ხო გეუბნებით, ძალიან ევროპული ლიტერატურის ძალიან დიდი სპეციალისტები იყვნენ ჩართული. მე დავასახელე ბუბა ყარალაშვილი, დათო დავლიანიძე, ნიკო ყიასაშვილი, მზია ბაქრაძე, ფრანკოფონი. ჩვენ ამაზე დიდები არ ყოლია და აღარც გვეყოლება, მე მგონი. ისეთი დრო დადგა. ამიტომ ძალიან პროფესიულად ხდებოდა ამ ლიტერატურის თითოეული მათგანს ჰქონდა თანამედროვე ევროპული ლიტერატურას სახლში, ბიბლიოთეკაში. პირადი გზებით მოპოვებული და ასე შემდეგ. ისე რომ ეს ძალიან საინტერესოა, რომ ეს მაგალითად მიგვიწვდებოდა ყველა დიდ ავტორზე. მაგრამ მე რას მინდა ხაზე გაუსვა გიორგი, რომ თარგმანი არის მკაცრად ორგანზომილებიანი ხელოვნება და დაყვანილია ახლა ერთ განზომილებაზე. რას გულისხმობ? პირველი როგორ გაიგო მთარგმნელმა დედანი. განსაკუთრებით სააზროვნო ტექსტი, განსაკუთრებით გერმანულენოვანი ლიტერატურა, რატომ იცით ამ გერმანულ ლიტერატურას იმთავითვე დაებედა, დაემგზავრა ფილოსოფიასთან სიახლოვე. ამდენად იმით ძალიან რეფლექსიურია, განსაკუთრებით მე-19 საუკუნე, მე-18 საუკუნე ძალიან ფილოსოფიური საფუძველი აქვს და თვითმწერლებიც კი ცნებებს იყენებენ, რომლებიც შეცვლა არ შეიძლება. ეს არ არის რაღაცა მარტო მეტაფორული შეგრძნებები. ცნებაა. აი აქ ხდება ისეთი აცდენები აზრის დონეზე. აი აზრი არის ძალიან ბედკრულ მდგომარეობაში საქართველოში საერთოდ. ეს ყველაფერში გამოიხატება მე. აზრი არ გესმის იმ ევროპელი ავტორის აზრი. მესმის. ხო გესმით რას გეუბნებით? ამიტომ დედანს რო ვერ იგებს, მცდარად გადმოაქვს მე. და ერთი წუთით აი იმდენად რთული არის შედარება მეთქი ამასთან, რომ ერთადერთი ადამიანი ვიცი, რომელიც ამას პროფესიულად აკეთებდა, ეს არის ბრწყინვალე ლიტერატურის კრიტიკოსი, მწერალი და ასე შემდეგ ლევან ბრეგაძე, გერმანისტი. აი რომელსაც მართლა იდეალურად შეუდარებია თარგმნილი პოეზია დედას შესანიშნავად წერს
და თმები ყალყზე დაგიდგება რომ წაიკითხო სიგიჟეში გადადის იმხელა აცდენებია დედანთან და დღეს ახლა ეს არის უპატრონო სფერო მე მაგისთვის რომ ეს დამეწერა არავით მჭირდებოდა უფრო დავიწყება მაგ ყველაფრის იმხელა ტრავმა მივიღე მე ამ სულ ყველაფრის საგან გახსენებაც აღარ მინდოდა ეს დავწერე 92 წელს დავიწყე ამის წერა 94 წელს დავამთავრე და 2000 წელს გამოვეცი არ მინდოდა გამოცემა იცით რა იმდენად მძიმე შთაბეჭდილება იყო რომ მე დავინახე რომ ეს მოძრაობა რომელიც თავისთავად ეროვნულს უწოდება გრევით დაიწყო დაანგრია ასეთი ორგანიზაცია მწერალთა კავშირი სამდივნოს თხოვნითა და მისი ძალიან მოწოდებით აი რა პრობლემა არის აი რა პრობლემას უნდა ჩაუყვირდეთ ყველანი რომ ჩვენ ისე დავიწყეთ ისტორიაში შესვლა ანუ საბჭოთა კავშირის ან ტოტალიტარული სისტემის გრევით შევედით ისტორიაში მანამდე ვერ ვიტყვეთ რომ ჩვენ ისტორიული ხალხი ვიყავით იმიტომ რომ ფუნქცია როცა არა გაქვს ეროვნული და როცა სხვა გმართავს და ასე შემდეგ შეიძლება თქვა რომ ისტორიის გარეთ ხარ შევედით დავიწყეთ ისტორიულად ყოფნა ისე რომ ჩვენი ისტორია მე-20 საუკუნის არ ვიცოდით ესე იგი აბსოლუტურად არ დაწერილა ეს ისტორია მე-20 საუკუნის საბჭოთა 70 წელი და მანამდეც ხო რა ხდებოდა მენშევიკური საქართველოს ეხლა დაიწყეს ახალგაზრდა მაგის იკვლევა და კარგად იკვლევენ მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით ვინ ვიყავით საერთოდ რა საზოგადოება ხარ იმიტომ რომ სოციოლოგიური კვლევა არ ხდება ფსიქოლოგიური კვლევა არ ხდება აბა რას ნიშნავს ხო ტოტალიტარული რეჟიმი ამის საშუალებას არ გაძლევს რომ სიმართლე თქვა შესთავზე ჩვენ არ ვიცით ვინა ვართ საერთოდ კვლევა ჩვენი ოფიერების არ გვიტარებია. ეს ხალხი რას შექმნის? აი რომ თავისუფლება რომ მიეცემა და ქუჩაში რომ გამოვა და რომ დაინგრევა ეს სახელმწიფო, იმისგან რას ელოდები? რა გამოცდილება აქვს საერთოდ? ხო და ჩვენ დაგვხვდა უმძიმესი თვისებები ერთ-ერთ პუბლიკაციაში წერდი კიდეც რომ ჩვენი მემკვიდრეობა იყო ცუდი განათლება, მაგრამ ის განათლება დღევანდელთა შედარებით შეიძლება ძალიან დიდი მაღალი დონეც არის. ცუდი განათლება, ესე იგი მორალური საყრდენების სისუსტე და მერყეობა, რომ ღირებულებები გამოკვეთილი, მტკიცეთ არა გაქვს, მიჩვეული ხარ, მეკთა მეობას, კორუფციას, ეს უკვე ცხოვრების წესია, ორმაგი სტანდარტი ცხოვრებას ყველა კომუნისტური პარტიის წევრი იყო და ყველა კომუნისტურ პარტიას ლანძღავდა. მე არ მინახავს მორწმუნე კომუნისტი. ჩემი ცხოვრების მანძილზე ამ ხნისა ვარ. ეს ხო ორმაგი მორალია, ეს ხო ადამიანს კი შეუძლია ლაღათი ცხოვროს პარალელურ სამყაროში, შემოქმედებაც იმიტომ იქნება, რომ პარალელურ სამყაროში ხარ, შენ თან ხარ იქ, თან არა ხარ, გესმით? და სწორედ ამიტომ ტოტალიტარიზმი ვერ სპობს ხელოვნებასა და კულტურას. ჯერ ერთი სუნთქვა და ამის გარეშე თვითონაც არ შეუძლია, მაგრამ აი პარალელურ სამყარო ერთი მხრივ გამოსავალია, მაგრამ მეორე მხრივ რას გიშვება, გაორებს, თუ გაორებული ხარ, შენ არაგან მყარი კომპრომისი, კორუფცია არ შეიძლება, ეს დანაშაულია, უდიდესი დანაშაულია, ყველა მიჩვეული ამას, ქურდობას. ქურდობას არის მე იძულებული ვარ დროის ქრონომეტრაჟის გამო ძალიან დიდი მორიდებით დაასრულეთ ცხადია ფრაზა. აი ამიტომ ეს ხალხი რომელმაც თავის ისტორია ვერ დაწერა ეს 30 წელიწადი არ დაწერა. ის არ აქვს დაწერილი ხო 70 წელი. 30 წლის ისტორია არ დაწერა განგები, იმიტომ რომ ეს არავის არ აწყობს. გასაგებია უღრმესი მადლობა და ძალიან დიდი ბოდიში რომ ჩვენ გვიხდება აი ამ უკიდურესად საინტერესო ლაპარაკის ქრონომეტრაჟის გამო, თუმცა ძალიან მოკლედვე გეტყვით რომ აი ამ ყველაფრის გაგრძელება და გაცილებით უფრო ღრმა ანალიზი შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნში პირველი 2 წრე და ყველა სხვა გამომცემლობა პალიტრაელი ავტორი მისი კი გახლავთ ნაირა გელაშვილი.